კაი გვარიანადაც ქეიფობდნენ, ასე ვთქვათ. ახლა მივდივარ თუ იმ ნაძეებთან და მე არ მეგონა რომ ის დისკი ჯერ ამ მდგომარეობაში იძახის შავაძე. მოვიდა პასუხიოდ ექსპერტიზის პასუხი და მოვიდა რომ კაცი არის წასული უკან არასამართლიანი ჩვენი შეგრებაც არავითარ შემთხვევაში გადაწყვეტილება იყოს გამოტანილი სამართლიანი. არა, არ გააკეთეს მოგვივარდნენ განზრახ, მთხრა მდგომარეობაში პოლიციელები, გინებით, შეურაცხყოფით, ითხოვდნენ ჩემი ოჯახის წევრებით გარეთ გასვლას. ჩემი შვილი არ მონაწილეობდა ჩხუბში. გამილახეს მოხუცებული 76 წლის დედამთილი. ვიდეოში იკვეთება როგორ სვამენ პოლიციელები და როგორ გეგმავენ იმ ნაძის ოჯახში მოვარდნას. კვლავ ხდება ის ფაქტები, როცა ერთობლიობით პროკურატურა, პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ ადამიანის უდანაშაულო ციხეში გაშვებას, იმიტომ რომ საქმეში ფიგურირებენ პოლიციელები. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ დამნაშავეები თავად პოლიციელები არიან, ჩვენ ვეჭვობთ იმასაც, რომ სასამართლო შეიძლება იყოს არაობიექტური, ვინაიდან სასამართლო ჯერ არ დამთავრებულა, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში წინა ხელისუფლების მოქმედი მოსამართლეები არიან და ეს დავალება დღესაც ძალაშია. რა ვიცი, პასუხი ალბათ უნდა მოეთხოვოს.